სალამი, მოგესალმებით, ვაგრძელებთ ჯონ მაკარტურის საუბრების და ვამთავრებთ ამ კითხვით 78 ნაწილს, რომელიც არის ბიბლიური კითხვები და პასუხები. ჩაწერილი 2022 წლის 5 ივნისს. შემდეგ კითხვა ძალიან საინტერესო და სტუმარი სვავს ბენედიქტი ძალიან კარგი ახალგაზრდა, მე დავდევი კიდევ სურათი. გერმანიიდან არიან ხო ადამიანები ესეთი რომელსაც აინტერესებთ ეს თემა და განსაკუთრებით ექსპოზიციური განმარტებითი ბიბლიის სწავლა, რომელიც იშვიათია. ავსტრალიაშიც იყო, მაგრამ ძალიან ცოტა იყო ესეთი პიროვნებები. ამერიკაში უფრო ბევრია ახლა, რა თქმა უნდა, მაგრამ ადრე ამერიკაშიც არ იყო სხვათა შორის. ისინი თემატობრივად უფრო ქადაგებდნენ ხოლმე ეკლესიაში. აღლაპარაკობ ხლა კათოლიკურ ეკლესიაში, მართლმადიდებლობაში საერთოდ პოლიტიკაზე ქადაგებს რო დაამთავრებს ხოლმე იაკობი, ხო? ასე რომ ექსპოზიციური რაც არის მუხლი მუხლზე და იტყვის ჯონ მაკარტური 30 წელი მოანდომა მაგალითად მათეს სახარებას, 20 წელი იოანეს და ასე. რა თქმა უნდა შევსებით პირდაპირ გადასვლებით და იოანეს კიდე დაუბრუნდა ეხლა და აგრძელებდა აპირებდა კიდევ რო გარდაიცვალა, ხო? ასე რომ ეს არის ექსპოზიციური განმარტებითი მუხლი მუხლზე. თუ მოისმენთ თქვენ რადიო გადაცემებს, რომელიც მოდის მადლი თქვენ და ამ ჯონ მაკარტურის ორგანიზაციიდან იქ წერია, რომ ბიბლიის გარჩევა მუხლი მუხლზე. ესმით, ერთი მუხლის მეორეზე, ერთის თითო მუხლის მეშვეობით. ეს არის მისი დევიზი, ყოველთვის იყო ეს მისი დევიზი და მთლიანი მედიტაცია ესე მუხლებზე. რა თქმა უნდა, თემატობრივიც აქვს, არ ვიცი როგორ ასწრებდა, თემებზეც არის, სერიალებიც არის თემებზე. და შეგიძლიათ თემებითაც მოძებნოთ სერიალები ჯონ მაკარტურის ვებგვერდზე და ჩვენთანაც აი პლეილისტზე მე დავდევი თემატობრივად. ახლა ხალბატონი ხათუნა აკეთებს ჟინჭარაძე, ასევე ერთი სერია იყო, ესა ეს 53 თავზე და აკეთებს 10 ქადაგებიანი სერია ჯონ მაკარტურს. ასე რომ ამასაც ასწრებდა, მაგრამ წარმოიდგინეთ მთლიანად ექსპოზიციური ბიბლიას, ძირითადად მისი კონცენტრაცია იყო ახალი აღთქმა. და ეს მე თქვი კიდევაც ახალაც იტყვის ჯონ მაკარტური, რომ ჩემი დიდი შეცდომაც ეგ იყო, ბიბლიას რომ მიუდექი და მე თანაბრად უდგებოდი ძველი აღთქმიდან ახალ აღთქმას. ამიტომ კარგი ახალი აღთქმის მთელი კონცენტრაცია ახალ აღთქმაზე და იესო ქრისტეს პიროვნებაზე და მედიტაცია. და რა თქმა უნდა პარალელურად შეიძლება 11 თავიც მისი, მაგრამ მედიტაცია ახალ აღთქმაზე, რომ კარგად გაჯდება ეს ახალი აღთქმა და დოქტრინალურად კარგად ისწავლი და ამაში დაგეხმაროთ ზუსტად ეს საშუალებები ხომ, რაც აგვაქვს აი ქართულ ენაზე, ახლა ბევრი საშუალებები ქართულ ენაზე. თუ გინდათ რომ კონცენტრაცია გააკეთოთ. მე ესე დავიწყებდი და მე პარალელურად შეიძლება ძველ აღთქმას დაუბრუნდეთ და ძველ აღთქმაშიც იმას საკეთოთ რომ მოყვება უკვე ხო გამოსვლის წიგნიდან 5 წიგნეული და ასე შემდეგ, მაგრამ პირველ დაბადების პირველ 11 თავს აი შეიძლება რომ უფრო ადამიანმა გააკეთოს კონცენტრაცია და მე გადავიდეს ესე ახალ აღთქმას მიცეს დიდი დრო რომ კარგად ახალი აღთქმა მარტო სახარებები არა, განსაკუთრებულად წერილები, სადაც იესო ქრისტეს პიროვნებაზეა უკვე კონცენტრაცია და გადარჩენის დოქტრინა, სადაც არის სახარებისეული და სახარებაში თვითონ იესო ქრისტეს პორტრეტი. რომ ეს შემოვიდეს თქვენში, რომელიც იყოს მისაბაძი გმირი, რომელიც იყოს თქვენი ასე ვთქვათ მიზანი, კომპასზე გასწორება, რაზეც უნდა გასწორდეთ და მე უკვე ამის ფონზე თქვენ უკვე ნახავთ იმ გმირებს, ბიბლიურ გმირებს, როგორ არიან და რანაირად არიან ძველი აღთქმის. აი ამას ეკითხება ახლა ბენედიქტი. ყველაზე მნიშვნელოვანი რჩევა ახალგაზრდებისთვის თქვენი დიდი გამოცდილების გათვალისწინებით. მოდერატორი ახსენებს ჯონ მაკარტურს, რომ ეს უკვე ჩვენი ბოლო კითხვა არის. და ჯონ მაკარტურის ეუბნება, აბა მაშინ ამ რჩეულებს რა უყოთო, ვინც ფეხზე დგანანო და მოდერატორი იტყვის, რომ აი ერთ-ერთი პიროვნება, რომელიც ახლა არის, ეს გერმანიაში ხუთშაბათს ბრუნდება და ამიტომ მე ელემენტარულად მას ვაძლევთ უპირატესობასო. და აუდიტორიდან ბენედიქტი ეუბნება, მადლობთ, რომ მეძლევა საშუალება კითხვის დასმის. მოგესალმებით ჯონ და გამარჯობა, მე ბენედიქტი ვარ. როგორც მან უკვე თქვა თქვენო მოდერატორმა, მე ვარ სტუმრად გერმანიიდან და უნდა აღვნიშნო, რომ თქვენთან ერთად სასიამოვნოდ გავატარა ეს დრო. გმადლობთ ამისათვის. პირველი ყოვლისა მინდა მადლობა გადავხოდა ხომერს თქვენი მსახურებისათვის და თქვენი ქადაგებისათვის. ასე რომ თქვენი მეშვეობით უფრო და უფრო მეტად ვისწავლე ბიბლიის ექსპოზიციური განმარტებითი ქადაგებების შესახებ და ძალიან მიყვარს ეს მეთოდი. და რადგან 50-იანთა ეკლესიაში მქონდა გამოცდილება გერმანიაში, უნდა ვთქვა, რომ ღვთისწყალობით ახლა ახალი ეკლესია ვიპოვრე გერმანიაში, სადაც
ზუსტად ანალოგიურად ბიბლიის განმარტებით ქადაგებას გვაწვდიან. და ჯონ მაკარტური შესანიშნავია უწონებს ამას და ბენედიქტი აგრძელებს. მადლობელი ვარ ყველა თქვენი ქადაგებისთვის, რომელთა მოსმენად სამსახურში მიმავალ გზაზე შემეძლო. დიახ, ბევრი რამე ვისწავლე თქვენსგან. მადლობა ჯონ მაკარტურს უხდის. ჩემი კითხვა დაახლოებით იგივე მიმართულებით მინდის, რაც წინა გამოსვლებმა დასვეს, ასე რომ მას შემდეგ რაც ნახევარ საუკუნეზე მეტია თქვენ მსახურებაში და ქადაგებაში, სწავლებაში ხართ. ჩემი კითხვაა, თუ უკან გაიხედავთ იმ ყველაფრისაგან, რაც ქრისტესთან ერთად სიარულსა და მსახურებაში განიცადეთ, თუ ყველაფრის თავიდან დაწყება შეგეძლებათ, როგორც მე ან ნებისმიერ სხვა ზრდასრულს ახლა ახალგაზრდას, რა რჩევას მისცემდით თქვენ ახალგაზრდებს? და ჯონ მაკარტური პასუხობს. ეხლა მე თქვენ მაიძულებთ უკან დავბრუნდე და ის ვიქრო, რაცაც ახლა ვფიქრობ, როცა 20 წლის ვიყავი. მე არ ვფიქრობდი ისე, როგორც ახლა ვფიქრობ, როცა 20 წლის ვიყავი. ან 21-22 წლის, როცა სკოლა დავამთავრე, სემინარია დავამთავრე და შემდეგ აგერ 20-იან წლებში გრეისის მადლის ეკლესიაში წავედი. მე მაშინ არ ვიცოდი ის ყველაფერი, რაც ეხლა ვიცი. და მაშინ რომ ვცოდნოდა, უფრო რა თქმა უნდა, კარგი იქნებოდა. და ამიტომ ზუსტად რას გვირჩევდით, ეუბნება ბენედიქტი. იცით რა, ძალიან ბევრი რამე დამეზოგებოდა. და ძალიან ბევრ დროს კარგავთ ჩვენ ეკლესიაში ხოლმე. ახლა ყურადღებით მოусმინეთ ამას, რასაც ვიტყვი. ეს არის უფროსი ადამიანების დარიგება. ეკლესიაში არის ტენდენცია, რომ ახალგაზრდა, მაგალითად, გულანთებული ადამიანები ეკლესიებს აარსებენ. ადამიანები ახალგაზრდები, რომლებსაც ცხოვრებისეული ძალიან პატარა გამოცდილება აქვთ. მათ აქვთ ღვთის სიტყვის ცოდნა, იზრდებიან, მაგრამ უნდა გავთქვა, რომ 21 წლის ასაკში შეუძლებელი იყო იმის ცოდნა, რაც მე ახლა ვიცი. ეს არ არის მარტო თეორიული. ამიტომ გეტყვით, რისთვისაც მე მადლიერი ვარ. პირველ რიგში არის ის, რომ უფალმა მე დიდი ცოდვისგან დამიფარა. ჩემ ცხოვრებაში ცოდვისგან დამიფარა. მიხედავთ, ახალგაზრდა ვიყავი, გამოუცდელი ვიყავი, ვიცოდი თეორიულად, მაგრამ პრაქტიკულ ცხოვრებაში შეიძლება დიდი შეცდომები დამეშვა. და ეს ღმერთის დამსახურება და ზუსტად ის, რასაც ფსალმუნში მე 18-ში კითხულობდა, მე წავიკითხავ ამ ფსალმუნს. ცანი ღაღადებენ ღმერთის დიდებას და მის ხელთან ამოქმედარს გვამცნობს სამყარო. დღე-დღეს გადასცემს სიტყვას ღამე კი ღამეს უმხელცოდნას, თუმცა არც მთქმელია და არც ნათქვამი, არც მათი ხმა არის მის არსად. მთელ დედამიწას გაზდევს მათი ხაზი და სამყაროს კიდევამდე აღწევს მათი სიტყვები. მათში დაუდგა მზეს კარავი და ნეფესავით გამოდის საგორწინო პალატიდან. გმირივით ხარობს გზის გარბენას. ცათაერთი კიდიდანაა მისი აღმოსავალი და ბრუნვა მისი მეორე კიდემდე. ვერაფერი ემალება მის ხურვალებას. რჯული უფლისა სრულყოფილია, სულს ანახლებს, ცნება უფლისა სარწმუნოა, გულუბრყრილოებს აბრძენებს. მართებული უფლის ბრძანებანი, გულს ახარებენ, ცნება უფლისა სპეტაკია, შუქს აძლევს თვალებს. შიში უფლისა წმინდაა, მარადიული, უფლის განჟანი ჭეშმარიტია, ყველა სამართლიანია. ოქროზე და ბაჯაყლოზე მეტად სასურველი არიან და უტკბილესი თაფლისა და გოლეულისა. მითით არის გაფრთხილებული შენი მსახური, დიდია საზღაური მათი დაცვისათვის. ეს ნაწილი იგულისხმა ჯონ მაკარტურმა ბოლო ნაწილი. ვინ გააცნობიერებს თავის შეცდომებს, განმწმინდე მე დაფარულთაგან, განზრახ ცოდვებისაგან დაიფარე შენი მსახური, რათა არ გაბატონდნენ ჩემზე. მაშინ უმციკლო შევიქნები და თავს დავახწევ დიდ დანაშაულს. და ეს სასურველი იყო შენთვის სიტყვანი ჩემი პირისა და ფიქრები ჩემი გულისა. უფალო ბურჯო და გამომსყიდველო ჩემო. აი ეს ნაწილი იგულისხმა ჯონ მაკარტურმა, რომ ღმერთმა ახალგაზრდა იყო პასტორი და დაიფარა. იმიტომ რომ ძალიან ბევრ ადამიანს ახალგაზრდობაში მოუვდა შეცდომები. აგრძელებს ჯონ მაკარტური, უფლის სიტყვამ დამიფარა დიდი ცოდვისაგან, რომელიც მთლიანად შეაფერხებდა ჩემს ცხოვრებას და მსახურებას იმ დღეებში, როდესაც მე არ მქონდა სულიერი ძალა და სულიერი მხარდაჭერა და წახალისება, რაც მე ეხლა მაქვს. ამიტომ ვფიქრობ, რომ ის, რაც პავლე უთხრა ტიმოთეს, ძალიან მნიშვნელოვანია. რას ეუბნება პავლე? შენ უნდა გაუფრთხილდე შენ ცხოვრებას, რომ დაიცვა შენი ცხოვრება უმციკლოდ. შეიძლება გქონდეს სწორი თეოლოგია, მაგრამ შეგიძლია გააუქმო ნებისმიერი შესაძლებლობა, რომ ქადაგოთ ეს თეოლოგია, შენი ცხოვრება თუ არასწორია.
თუ შენი ცხოვრება არასწორია, დამთავრებულია, რა კარგი თეოლოგიაც არ უნდა ქონდეს, რა კარგი საუბარიც არ ქონდეს, სწორად ილაპარაკო, თუ შენი ცხოვრება არ შეესაბამება მას, წყალში იყრება ყველაფერი. ამიტომ ახალგაზრდა მამაკაცებისადი გზავნილი ასეთია ჩემი. გაიგეს ღვთის სიტყვა, გაიზარდე ღვთის სიტყვის ცოდნაში, მაგრამ სიწმინდეში ზრდა, ღვთისმოსაობაში ზრდა, ქრისტეს სიყვარულის ზრდა ყველაზე მნიშვნელოვანია. და ნახევარი საუკუნის განმავლობაში აღმოაჩინა, რომ ამაში ყველაზე მეტად ხელს მიწყობდა პირადად იესო ქრისტეს პიროვნებაზე ზრუნვა. სწორედ ამიტომ დავხარჯე ამდენი წელი სახარების სწავლებაში, რადგან ყველა მუხლი ჩათვალეთ, რომ ეს არის იესო ქრისტეს შესახებ. მთელი ეს 25 წელი მათეს, მარკოზის, ლუკას, შესაძლოა 30 წელიც კი მათეს, მარკოზის, ლუკას და იონეს ქადაგებაში. შემდეგ კი მათეს, მარკოზის, ლუკას და იონეს შესახებ კომენტარების წერაში და ქრისტეს პიროვნების დეტალურად გაცნობაში, რომ შენი გული მთლიანად დატყვევებულია მისით. როდესაც რამდენიმე წლის წინ ვიღაცამ თხოვა დამეწერა წიგნი ჩემს საყვარელ მუხლზე, მაშინ მე ვუთხარი, რომ ეს იქნებოდა მეორე კორინთელთა 3:18. მე წაგიკითხავთ მე-12 მუხლიდან ამ ნაწილს. რას გულისხმობს ჯონ მაკარტური. ამიტომ რა კი ასეთი იმედი გვაქვს, დიდი გაბედულებით მოქმედებთ. და არა როგორც მოსე, რომელმაც რიდე ჩამოიფარა სახეზე, რომ ისრაელიანებს გარდამავალი დიდების დასასრულისათვის არ ემზირათ, მაგრამ გონება დაეხშოთ მათ, ვინაიდან ძველი აღთქმის კითხვისას დღემდე რჩება იგივე მოუხდელი რიდე, რომელიც ქრისტეში იხსნება, მაგრამ დღემდე მოსეს რომ კითხულობენ, რიდე ადებთ გულზე, ხოლო უფლისაკენ რომ მოიქცევიან, რიდე ეხსნებათ. უფალი სულია და სადაც უფლის სულია, იქ თავისუფლებაა. ჩვენ კი ყველანი რიდე ახდილი სახის მსგავსად ხედავთ უფლის დიდებას, უმზერთ რა სარკეში ამხატებას და გარდავისახებით დიდებიდან დიდებაში, როგორც უფლის სულისაგან. და ჯონ მაკარტური აგრძელებს, ანუ როდესაც უფლის დიდებას ვუყურებთ, სულიწმინდის მიერ მის ხატად გარდავიქმნებით დიდების ერთი დონიდან, ერთი საფეხურიდან მეორეზე, უფრო მაღალ საფეხურზე და უფრო უახლოვდებთ იესო ქრისტეს. ასე რომ როდესაც იესო ქრისტეს პიროვნებაზე აკეთებთ კონცენტრაციას, მის ხარტად გარდაიქმნებით და ეს არის სწორედ, რასაც სულიწმინდა აკეთებს. ამას ამბობს ეს მუხლები. ამიტომ ახალგაზრდებს ვეუბნები, რომ შვენიერია, რომ ჭეშმარიტებაზე, დოქტრინაზე, თეოლოგიაზე იზრუნოთ, სწორ თეოლოგიაზე, მაგრამ თქვენ უნდა იყოთ დაკავებული ქრისტეს დიდებით, რადგან ის არის, რასაც რეფორმატებური ნეტარ ხილვას უწოდებდნენ. ეს არის ის, როდესაც ხედავთ ღვთის დიდების სილამაზეს, რომელიც იესო ქრისტეს სახეზე ანათებს. და ამ ხილვაში თქვენი სიყვარული ქრისტეს მიმართ, თქვენი სიყვარული და ერთგულება ქრისტეს მიმართ დომინანტურ როლს ასრულებს თქვენ ცხოვრებაში. და ეს უკვე გიცავთ, რომ არ ჩაიდინოთ ისეთი ცოდვები, რომელიც გამოიწვევს თქვენ დისკვალიფიკაციას. და ამას ეუბნება გახსოვთ ტიმოთეს პავლეს, როცა ლაპარაკია შერჩევაზე ლიდერების, როგორები უნდა იყვნენ ისინი, რომ ერთი ხინჯიც არ უნდა კონდეთ, რომ ხალხმა არ დაინახონ ხინჯი მათში. გასვოთ ხომ, ჩამონათვალი არის ტიტეშიც და ასევე ტიმოთეშიც, როგორები უნდა იყვნენ ეპისკოპოსები და დიაკონები. ასე რომ აი ეს მადლობას უხდის ბენედიქტე ახალგაზრდა და ჯონ მაკარტურიც მადლობას უხდის მას ამ კითხვისათვის. და ეს არის ჩვენი დასასრული 78 ნაწილის და გადავალთ დღესვე 79-ზე და დაგვრჩება 80 მერე. მადლობა მოსმენისათვის.